ვით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტეთ მე და მაია ცირამუამ ძალიან მოკლედ 20 წუთის განმავლობაში გესაუბროთ ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, ასე ვთქვათ, იმ მწვავე სტრესზე, რომელიც შეიძლება უკვე ქრონიკულშიც გადადის, რომელსაც განვიცდით, ხო? როგორ რეაგირებთ, როგორ ვუმკლავდებით. დღეს, რა ვიცი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის მანძილზე ერთდროულად შეიძლება ითქვას ყველაზე ბნელი და ყველაზე ნათელ ეპიზოდში ვართ, ხო? ძალიან ბევრი ტკივილი არის, ბრაზი არის დაგროვილი ძალიან ბევრი, ხანდახან უსუსურობა შემოგვიტევს, უიმედობა, მიიქცევ მოქცევაშია მუდმივში ეს ემოციები, ხანდახან თავისუფალ ვარდნაში შეიძლება გვეკონოს რომ ვიყოთ. ამასთან ერთად არის პოლარიზაცია, ხო, ძალიან ბევრი ადამიანს ჩაუტყდა, ასე ვთქვათ, ხიდები არის თითქოს ჩატეხილი ახლობლებს შორის. ძნელია იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, ვინც ასე ვთქვათ, ახლობლებად ვთვლით, ოჯახის წევრებად ვთვლით და ეს ამწვავებს და ასე ვთქვათ, ნავთს ასხავს იმ ცეცხლზე, რომელიც ახლა ჩვენ საზოგადოებაში არის. თუმცა, ხო, აი ამ ტკივილთან ერთად განვიცდით ძალიან ბევრ სიხარულს, სიამაყეს, ხო, ამ ტკივილში თანაგრძნობა, სოლიდარობა და ისაც ჩვენ თავს ხდება, ჩვენს ემოციურ სფეროშიც ხდება, არ არის სწორხაზოვანი, ხო, არის ძალიან მრავალფეროვანი. გვაქვს ერთი საერთო სტრესორი, ხო? თუმცა, ვთქვათ, ერთ დიდ წყალში ვართ, ერთ ზღვაში ვცურავთ, მაგრამ ყველა სხვადასხვა ვიღაცა გემით არის, ვიღაცა ნავით არის, ვიღაცა ცურავს და არაფერი დამხმარე არ აქვს, ხო? და ყველა განსხვავებულად უმკლავდებით ამ დიდ სტრესორს, რაც გვაქვს. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა დიდი სტრესის და დიდი კრიზისის დროს ძალიან წინა პლანზე გადმოდის ხოლმე საზრისის განცდა, საზრისის ქონის ან არ ქონის და ეს დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი ბრძოლა ძალიან საზრისულია და ეგზისტენციალურია და ეს, თქვათ, გვაძლევს, გვასაზრდოვებს გარკვეულწილად, გვაძლევს ძალას, რომ ისე ვთქვათ, არ დავნებდეთ და დროში მდგრადად შევძლოთ ამ კრიზისთან გამკლავება, ხო? მაია, რა არის მწვავე სტრესი? მოდი ამითი დავიწყოთ ორი სიტყვით. ინდივიდუალურად დავიწყოთ თუ კოლექტივზე, როგორც გინდა? მინდა რომ აი შენს მეტაფორას გამოვეხმაურო, რაც თქვი ზღვაში ცურვასთან დაკავშირებით, რომ ყველანი ერთი ზღვაში ვართ და საზრისი რა მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენ ვიცით, საითაც მივცურავთ და აი ამ ცურვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიაზროთ მარშრუტი. რა მარშრუტს ვირჩევთ, რა მიმართულებას ვირჩევთ და ერთ-ერთი მარშრუტი აქ არის ჩვენი მენტალური კეთილდღეობა, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა, ჩვენი თვითზრუნვა, რომელიც აი ამ დაკარგული ძალების აღდგენაში დაგვეხმარება, იქნება ეს ნავით, გემით თუ მარტო ცურვის პროცესში, ხო? აი ამას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. რაც შეეხება მწვავე სტრესს, ეს არის ჩვენი, აი როგორ ვთქვათ, მყისიერი უშუალო რეაქციები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ყოველწამიერ, ყოველდღიურ მოვლენებს და აბსოლუტურად ვლინდება ისეთ რაღაცებში, როგორიც არის მაგალითად ის, რომ შეიძლება ცნობიერება გაქვს ძალიან შევიწროებული, აი გვირაბისებულ ხედვას ვეძახით ამას, თითქოს ფართო პერსპექტივას ვერ ხედავ, ეს თავს იჩენს როგორც მოვლენების აღქმაში, კომუნიკაციაში, ასევე ჩვენს კოგნიტურ ფუნქციონირებაშიც ერთვება, გვიჭირს აღქმა, დამახსოვრება, ფრაგმენტული ხდება ჩვენი აქტივობები, შეიძლება ესე ითქვას, ძალიან დიფუზურია ჩვენი მოგონებები, თუ რაღაც გადავიტანეთ, მაგალითად დარბევაში მოვყევით ან რაღაც, შეიძლება მთლიანი სურათი არ გქონდეს და რაღაც გარკვეული ეპიზოდები გვეჭრებოდეს ცნობიერებაში, გაკრთებოდეს ცნობიერებაში, მოსვენება გვაქვს დაკარგული ლელამ, რაც თქვა, ესე ძალიან დამახასიათებელია ესეთი ტურბულენტობა, შეიძლება
თქვა, ჩვენი ემოციური მდგომარეობის, ხან ვართ სასოწარკვეთაში, ხან ვართ ჰიპერაგზნებაში და ეს მთელი ემოციების კასკადი, რაც არის ნორმალური, მახასიათებელი ამ მწვავე სტრესული მდგომარეობის. მე შევეცადე რაღაც სამედიცინო ტერმინები არ გამომიყენებინა და რაღაცა უფრო ის რო იყოს გასაგები მსმენელს. მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რომ ჩვეულებრივ მშვიდ გარემოში და ერთ მშვიდ ჩვეულებრივ დღეს ადამიანი საშუალოდ 400-დან 600 ემოციას და ემოციურ მდგომარეობას განიცდის. აი იმის თქმა მინდა რამდენ ცვალებადი არის ჩვენი ემოციური მდგომარეობა და აწეული სტრესის ფონზე ბუნებრივი არის რომ ეს ტურბულენცია, ეს ხან ზევით ყოფნა, ხან ძალიან სადღაცა ფსკერში დაცემა, ეს არის ბუნებრივი. ერთი რამ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა ყველამ გაითავისოს, გაიაზროს და სიგრძე განოს, არის ის, რომ თუ ეხლა გაქვთ ძილის პრობლემები, თუ ეხლა გაქვთ გამამატებული გაღიზიანებადობა, თუ აი კოგნიტიური უნარების დაქვეითება ახსენა მაიამ, ყურადღებას გაქვთ გაფანტული, ვერ ფოკუსირდებით სამუშაოზე, გავიწყდებათ რაღაცები, რაც თქვა შეიძლება პერიფერიული იყოს, ხო? ეს არის ნორმალური. ეხლა რაც ხდება და განწვავებული გაქვთ ზოგადად ემოციური ფონი, ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფონი, ეს არის თქვენი ნორმალური რეაქცია იმ ანტრანორმალურ ვითარებაზე, რაც ჩვენს თავს ხდება. და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, თუმცა აქვე უნდა ვიცოდეთ და გვინდა რომ აი ამ 20 წუთში რასაც მოვასწრეთ, მოკლე პატარ-პატარა სტრატეგიები მოგაწოდოთ, ხო და აღხჭურვოთ პატარა სტრატეგიებით. ყველა ადამიანების უმრავლესობას უბრალოდ აქვს ბუნებრივი აღდგენის უნარი. დროსთან ერთად ჩვენს უმრავლესობას დაგვილაგდება და აგვილაგდება ეს გადამეტებული თქვათ რეაქციები რაც გვაქვს. თუმცა მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ხო ჩვენ თავს და ასევე დავეხმაროთ ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანებს. პირველ რჩევას რას მისცემდი, მაია? მე ხო, ძალიან ისეთი თითქოს გაცვეთილი თემაა, მაგრამ მე მგონი რომ ყველაზე მთავარია რომ რაღაცნაირად ვეცადოთ რომ გამოვიძინოთ. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი აი ამ ენერგიების დახარჯული, ემოციური თუ ფიზიკური ენერგიების აღსადგენად და ამიტომ რაღაცნაირად აი ამ კრიზისულ და არაორდინალურ სიტუაციაში შეიძლება მე ღამე იქ მიწევს დგომა, მაგრამ რაღაცნაირად 6 საათი მაინც უნდა ვიპოვო დღეღამეში, რომ ძალების აღდგენისთვის ეს აუცილებლად ჭირდება, იმიტომ რომ ზუსტად აი ეს გაღიზიანებადობა, სხვა ტიპის სომატური შეგრძნებები, თავის ტკივილი, წნევა, წნევის ცვალ და ასე შემდეგ, ძალიან არის პირდაპირ არის ხოლმე დაკავშირებული იმასთან, რომ არ გვძინავს. ამიტომ პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძილზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა ძილზე რომ ვიზრუნოთ, ადამიანები გვეტყვიან ეხლა, ლელა, აუცილებლად როგორ დავიძინო, მუდმივად აქცნებული ვარ, მუდმივად ეს ფიქრები მიტრიალებს თავში, ვერ ვშორდები, ტელეფონს სკროლავ და აი აქ შეგვიძლია რომ რაღაცა პატარა ტექნიკები შემოგაშველოთ, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ გადახვიდეთ უფრო როგორც მართლა ცოტა ავხსნათ რატო ხო იმის გამო რომ მუდმივად აქტივაციის მდგომარეობაში ვართ ხო ჩვენი სხეულიც გამოყოფს ჭარბი რაოდენობით სტრესთან დაკავშირებულ ჰორმონებს ამიტომაც ვართ აგრძნებულები და სულ ფიზიკურად თუ არ ვგრძნობთ დაძაბულობას თავში სულ ასწრაფებული ტემპით დაგვიდის აზრები ხო ხშირად განმეორებითია ეს აზრები შეიძლება ნეგატიური ხასიათის აზრები იყოს და ასე ვთქვათ, მან კი არ წრეში ვართ ამ ნეგატიურ აზრებს შეიძლება მოყვეს გულის აჩქარება, შეიძლება ჭარბი ოფლიანობა მოყვეს. ამას ვეძახით, ვთქვათ, აი სიმპათიკურ მდგომარეობაში ყოფნეს, ხო, ჩვენი ავტონომიური ნერვულ სისტემას აქვს სიმპათიკური შტო, პარასიმპათიკური შტო. როდესაც ვართ სიმპათიკურ ნერვ, ეს არის აგზნების, შებრძოლების, მოქმედების შტო, ასე ვთქვათ, ნაწილები, რომ ვთქვათ. მაია ტელეფონი ამდე რო არ მივიდეთ გამოფიტო მეც ავიღე ტელეფონი რა არის ვთქვათ პირველი მტერი ხო ასევე უნდა ვთქვათ ძილის დროს ყველა ჩვენი ორგანო მათ შორის თავის ტვინი ჩვენი ყველაზე ძვირფასი ორგანო
ისვენებს და იკვებება. საზრდოობა ხო ჭირდება ორგანიზმს და ძილის დროს საზრდოობს ორგანიზმი. ამიტომ რამდენიც მოცვეთილიც არ უნდა იყოს, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, ხო? რომ ტოტალური გამოფიტვა არ მოხდეს. რა ჩვევებით შეიძლება, როგორ შეიძლება დავეხმაროთ საკუთარ თავს და ჩვენ აქ თავს არაფერს არ გახავთ, რაც გამოგადგებათ ის წაიღეთ თქვენთვის და ესეც თქვა შეიძლება ბინჯი. გამოცდილებიდანაც, პირადი ხო, გამოცდილებიდანაც პირადი ავიღოთ, ხო? გამოცდილებით. თვილი პერიოდები ყველას გქონია და რაღაცნაირად ვიმუშავია, ხო? რა მეხმარებოდა მაგალითად წარსულში, როცა ხო. ვიყავი ესეთ სიტუაციაში. ერთი რაც ყველაზე დამხმარე და ყველაზე მეტად გვიჭირს ადამიანებს, უბრალოდ ძალიან დამხმარე და ყველაზე მეტად გვიჭირს ადამიანებს, ეს არის რომ ვეცადოთ დისტანცირდეთ ღამის საათებში ჩვენი ძვირფასი დანადგარისაგან და არ ვსქროლოთ, ასე ვთქვათ, ძილის წინ. ვეცადოთ 1 საათი დავიწყოთ, 9 საათით თუნდაც დავიწყოთ. ნახევარი იყოს. იმიტომ რომ სტრეს ჰორმონი კორტიზოლი გამოიყოფა ჭარბად თუნდაც სულ რო ფილმს უყუროთ, ან მულტფილმს, ან ფისოების ვიდეოს რო უყუროთ, მაინც კორტიზოლი გამომუშავდება. და როგორც წესი ძილის წინ ხდება ახალი ამბების, ასე ვთქვათ, ამ პერიოდში ჩასქროლვა და ეს კიდევ უფრო აქტივაციას გვიკეთებს და ამიტომ უჭირს ჩვენს ნერვულ სისტემას აქტიურობიდან სიმშვიდისკენ გადასვლა, ხო? და ეს სკროლისას კიდე, აი TikTok-ის მაგალითად, ძალიან ჭარბად ხარჯავ დოფამინს, რაღაცას ველოდებით, გახარჯვა ხდება იმ ძვირფასი რაღაცის, რაც ზოგადად გვჭირდება, ხო, რომ მოტივირებულები ვიყოთ. ამიტომ ესეთი ცუდი სამსახური არ გავუწიოთ ჩვენს ფსიქიკას. სამსახური არ გავუწევთ. რაღაცა რიტუალი თუ გაქვს, რაღაცა ტიპის რუტინის შემოტანა თუ შეგიძლიათ, ძილის წინანდელი, რომელიც დაგეხმარებათ ამ აგზნებული მდგომარეობიდან სიმშვიდის მდგომარეობაში, მედიცინის ენაზე ქვია პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, ხო? დამშვიდებულობის მდგომარეობაში გადმოსვლა, ვისა რიტუალიც გაქვთ სარელაქსაციო თქვენი, არ ვიცი, ვიღაცის თუ შეიძლება ეს იყოს დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა, ცხოველების მოფერება, ვისაც სახში ყავთ შინაური ცხოველები, იმიტომ რომ ძალიან გვამშვიდებს და თანარეგულირებაში გვეხმარება, ხო? ცხოველებს შესაძლოა ვეფერებით, ასევე გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, როგორიც არის ოქსიტოცინი, სეროტონინი, რაც არის სიმშვიდესთან და სიხარულთან და რაღაც ერთად ყოფნის განცდასთან დაკავშირებული. ფსიქომოტორული მოусვენრობა, რომელიც ხშირად ახლავს თან აი ამ ჩვენს ახლა მდგომარეობას, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ სხეული არის აგზნებული, ყველა კუნთი, ადამიანები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი მტკივა, კისრის არეv, მხრები მტკივა, ეს ყველაფერი მოდის იქედან, რომ ჩვენ ვართ მუდმივად აგზნებულები, დაძაბულები, თითქოს საბრძოლოდ შემართულები, ამ დროს ეს არ გვჭირდება ღამის საათებში, ამიტომ ძალიან დამხმარია ხოლმე, შეიძლება ეხლა ესე ვერ ავხსნათ და ვერ დროც არ აგვაქვს ამდენი კუნთური რელაქსაციის სავარჯიშოები, როდესაც უბრალოდ შენი სხეულს თვალს გადაავლებს, სკანირებას აკეთებს, სკანირებას უეძახით ამას და იმ ადგილებს, რომელიც შეამჩნიეთ, რომ არის დაძაბული, ან არის დაჭიმული, ან რაღაცა დისკომფორტი შეგრძნება, კიდევ უფრო მეტად ვძაბავთ. ძალიან კარგია მთელი სხეული დაჭიმვა, მოშვება, ეს ამ კუნთურ სპაზმს აგდებს და რაღაცნაირად სხეული მიყავს, ანუ ამით ვეხმარებით ჩვენს ფსიქიკას, ასე ვთქვათ, რომ ცოტა რელაქსირებული მდგომარეობისკენ წავიდეს. და ასევე მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში რა რიტუალები გვაქვს, ან რა რუტინა გვაქვს, ვინმეს თუ გქონდათ, მე მაგალითად სულ 4 დღე დავუბრუნდი ვარჯიშს, ეს ჩემი ერთ-ერთი თავარი რესურსია ცხოვრებაში, იოგა და არ ყოფილი ვარ იოგაზე, არ მივარჯიშე იოგა ძალიან დიდი ხანი და აი მახვედრებდა როგორ ამოვარდნილი ვარ ზოგადად, როგორ დისრეგულირებული ვარ და დაბრუნება, ასე ვთქვათ, იმ ჩემს საყვარელ უსაფრთხოებთან, ხო? ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი შვება მომგვარა. ვისაც რა გაგაჩნდათ, ხო, მანამდე და რაც დაკარგეთ შეიძლება, იმიტომ რომ ესეც ნორმალური, ამის გამო არ განვისაჯოთ თავი, რომ წვავე სტრესის დროს
ვიღაცას შაქრის ჭამას იწყებს, ვიღაც ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას იწყებს, მოკლედ ხდება ის სპირალში ქვევით მივდივართ. იმიტომ რომ იმდენად მთელი ჩვენი რესურსები არის ამ დიდ სურათთან გამკლავებაზე გადასული. და ის წესრიგი შინაგანი, რაც შეიძლება აწყობილად დამყარებული ქონოდა და გვერღვევა. ამაზეც კინო განვიშით ჩვენ თავს, რომ ხშირი არის თვითკრიტიკა ამის გამო და თვითგანსჯა, არამედ ამასაც რაღაცნაირად თანაგრძნობით შევხედოთ. და უბრალოდ ვეცადოთ და ამაზე ვიტყვი მე შემოვიტანოთ. ძალიან ხშირად მესმის ადამიანებისგან ბრალეულობის განცდა იმის გამო, რომ დღეს რაღაც ვერ გააკეთა, ვერ წავიდა, აქციაზე ვერ იყო, იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკურად სუსტად იგრძნო თავი ან საქმე ქონდა და ასე შემდეგ და ვიცოდეთ, რომ ეს არის ზოგადად თანმდევი ასეთ სტრესულ სიტუაციაში ყოფნის, რომ შენ საკმარის ძალას არ ხარჯავ და ყურადღებით და თანაგრძნობით ვიყოთ ასეთი ჩვენი ემოციური მდგომარეობის მიერ. ეს არ ნიშნავს, რომ თუ ეს განცდა გამიჩნდა, ავდგე, ჩავიცვა ჯარისკაცივით და გავიქცე. თუ ამის როცა მოწყენილი ვარ, ჯობია რომ ცოტა ხანი ვიყო მოწყენილი. როცა სხეული მთხოვს დასვენებას, არაფრის კეთებას, ანუ მივყვეთ სინქრონულად ჩვენს სხეულს და ჩვენს ემოციებს, ესეც რაღაცნაირად გვეხმარება ძალების აღდგენაში. ბოდიში რომ ჩავხდი, მაგრამ არა, ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი რასაც ამბობ და დანაშაულის განცდაზე გამახსენდა ჩვენი პროფილიდან გამომდინარე მუშაობს ადამიანებთან, ვის დაზარალებულები არიან, ხო, და ვინც გამოიარეს წამება და არახმოვნური მოპყრობა ძალოვნების მხრიდან. და იქ ხედა დანაშაულის განცდას და გადარჩენილის დანაშაულს იმ ადამიანებს, ვინც იცეხიან, რომ მე ისე არ მცემეს. სხვა ვინც ჩემს წინ იყო, იმას უფრო ურწყავდნენ. მე არაფერი. მინიმიზაციას უკეთებენ საკუთარ გამოცდილებას, იმიტომ რომ სხვა თქვათ უფრო დაზარალდა. ესეც თამდები არის, თქვათ, ყველა დონეზე გვაქვს დანაშაულის განცდა, ვიღაცას დანაშაულის განცდა აქციაზე რო არ მოდის, ვიღაცას დანაშაულის განცდა წინა ფრანგზე არ შეუძლია ყოფნა, ვიღაცას დანაშაულის განცდა. მით უმეტეს რომ სისტემას უნდა რომ დავნაშავეები დაგვარქვას, ხო? ის ჩვენს დისკრედიტაციას და რაღაცნაირად, ხო, დისკრედიტაციას ახდენს ყოველწამიერად და ეს რა თქმა უნდა ეხება ამ ჩვენ შინაგან ბრალეულობის განცდას და გვიმწვავებს ამას და აქაც რო ვიყოთ ყურადღებით. მაიაში კითხვები შემოსულა. ერთ კითხვას მე მგონი ნაწილობრივ გავეცით პასუხი. კითხვა იყო დანაშაულის ექნება მაქვს ხოლმე, მით უფრო მაშინ, როდესაც ძალიან ცუდი ამინდია და ვერ ვახერებ აქციაზე გასვლას. სახლშიც ვერ ვისვენებ და ვერ ვიშორებ ამ განცდას. ნაწილობრივ უპასუხეთ ამ განცდა, რომ გავუყვეთ ახლა ამის დრო არ გვაქვს და დანაშაულის განცდა კონტროლის განცდას გვაძლევს, რომ იყოფნით რაღაცა შეიცვლება და რაღაცა მხრივ ძალის მომცემი, ენერგიის მომცემი განცდა არის დანაშაულის განცდა. თუმცა გვახსოვდეს, რომ ის უფრო ენერგიის მომცემი იქნება, თუ მივცემთ საშუალებას იმ წვიმიან ამინჩი საკუთარ თავს, რომ ძალების ესეც საჭიროა. აი ეს მეტაფორა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითმფრინავში ნიღავს, რომ ანუ ჩვენს თავზე თუ არ ვიზრუნებთ ახლა, ვერ ვიზრუნებთ ჩვენს მთავარ საქმეზე, ხო? ამიტომ აი ეს მეტაფორა ძალიან დამხმარე შეიძლება იყოს. ანუ მშობლის, რომელიც პირველ რიგში თვითონ იკეთებს აი ამ აირწინახს და მერე უკეთებს საკუთარ შვილს, რომ უფრო ეფექტური იყოს. და ასევე ის რომ საწვავი გამოვლევადია და საწვავის აღდგენა გვჭირდება, ვისთვის რა არის საწვავი, ხო? და აუცილებლად ძალის აღდგენის გარეშე იქაც ნაკლები სიკეთე მოგვაქვს, ხო? ხო, მე ამბობენ ადამიანები, რომ როგორი გამაერთიანებელია, ხო? მაი ეს დანაშაულის განცდა როგორი გამაერთიანებელი საინტერესოა და ესეც როგორი ნანახი დაარჩენ და ხო მოიტანა თემა, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებულია. ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ხო, ერთიანობას და სოლიდარობაზე ლაპარაკობს და ჩვენ კოლექტიურ მედეგობაზე თუ მოვასწარეთ მედეგობაზე ლაპარაკიც კარგია. მოდი მეორე კითხვას წავიკითხავ. ჩემ ცხოვრებაში პირველად არ მიხარია შობა და ახალი წელი, როგორ ვიზეიმო და როგორ ვიგრძნო ახალი წლის სიხარული. არ ვიცი რომ არ აუშავს თუ გამოვტოვებ, მაგრამ თან არ მინდა დავთმო. რას გვირჩევდით? გრინჩია კითხვა. ხო, გრინჩის ამბავ. მე მყავდა ეგეთი გრინჩი, მაშინ და
როცა სამოქალაქო ომი იყო თბილისში და ძალიან მძიმეა, მე გეთანხმებით ამაში, მაშინ არ მოსულა ახალი წელი, არ ჩაობა, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე, თუმცა ჩვენ აი ამ შემთხვევაში ძალიან კარგი გეგმა გვაქვს ადამიანებს, რომლებიც ვაპირებთ, რომ ერთად შევხვდეთ ახალ წელს და ეს ის ხალხი, ვისაც საერთო მიზანი გვაქვს, უკვე გვიყვარს ერთმანეთი, შეიძლება არც გვინახავს ერთმანეთი, გრძნობთ ერთმანეთს, მე მგონია, რომ ეს პატარა, აი ამ თან არ დაგვავიწყდეს რისთვის ვიბრძვით. მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ეხლა საერთოდ სხვა კონტექსტია, როცა მე ვიყავი ახალგაზრდა და ომი იყო, რისთვის ვიბრძვით? ძალიან ძვირფასი რამისთვის ვიბრძვით და ეს არის მთავარი, რა ვიცი, ჩემთვის პირადად და იმ ადამიანების, რომლთანაც მიწევს ხოლმე მუშაობა, ძალიან მამოტივირებელი, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ვართ ისტორიის იმ მომენტში, როდესაც ყოველი წუთი, ყოველი წამი ისტორიის კუთვნება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვართ, ძალიან საზრისულია, რასაც ვაკეთებთ. და რა ვიცი, შეიძლება ავიტანოთ ცოტა მოწყენილი ახალი წელი და შობა იმისთვის, რომ ეს ზევდაც, ხო? ხო ჩვენ და ხშირად გავურბივართ რაღაცა ტიპის ემოციებს და ხო, მივისწრაფებთ რაღაც კი, ტიპის ემოციებს. სევდა არის ძალიან ძვირფასი მდგომარეობა სინამდვილეში, იმიტომ რომ სევდის უკან არის ზრუნვა და სიყვარული, ხო? და სევდა, იმიტომ რაღაცის გამო იმიტომ ტკივა გული, რომ ზრუნავ ამ რაღაცაზე და ამის უკან არის სიყვარული. ამიტომ რაღაცა ტიპის სევდა რო გვაქვს ახალ წელთან მიმართებაში, ეს ისედაც გვაქვს ხოლმე ისეთი დიდი დარდი ქვეყანასთან მიმართებაში, ხო? და აი ამ დარდში კიდევ უფრო რაღაცა სანათლივით არის ის ერთობა, ის ერთად ყოფნის სურვილი, ეს სოლიდარობა, რაც თურმე ესეც ჩვენია, ხო? ესეც აღმოჩნდა, რომ როგორი, რა ვიცი, მე როგორი სპონტანური, კრეატიული რაღაცები გამოჩნდა, ხო? და როგორი დადებითი თვისებები გამოვავლენთ ადამიანებმა. ერთ ასოციაციურად მომივიდა ერთი ამბავი. მოვყვები, ძალიან ცნობილი ანთროპოლოგი იყო მარგარეთ მიტსი. და ერთ-ერთ ლექციაზე კითხეს, რა არის ცივილიზაციის პირველი ნიშანიო სამყაროში. და მოლოდინი იყო, რომ პასუხს გასცემდა, რომ ეს არტეფაქტი, რაღაცა ბრინჯაოს მონეტა, რაღაცა მსგავსი პასუხის მოლოდინი იყო. და მარგარეთ მიტსმა თქვა, რომ ცივილიზაციის პირველი ნიშანი არის შეხორცებული, მოშუშებული ბარძაყის ძვალი. ბარძაყის ძვალი არის ყველაზე გრძელი ძვალი, რომელიც ადამიანის ხელში გაგვაჩნია და პრეისტორიულ პერიოდში, როდესაც ადამიანები, მონადირეები და შემგროვებლები ვიყავით, როდესაც ჩვენი სახეობა მოკლედ ამ ფორმით არსებობდა, ეს ნიშნავდა, რომ ვიღაცამ რომ გაიტეხა ბარძაყის ძვალის, დაახლოებით 6 კვირა ჭირდებოდა ამის მოშუშებას. ეს ნიშნავდა, რომ 6 კვირის მანძილზე ეს ადამიანი არ მიატოვეს, როგორც თქვათ, მიატოვებდნენ, ძუძუმწოვრები მიატოვებდნენ, თქვათ, ფეხმოტეხილ გელს, ხო? და 6 კვირის განმავლობაში საჭმელი მოქონდათ, წყალი მოქონდათ, იცავდნენ გარე საფრთხისგან და რომ მოშუშდა, მერე გააგრძელა ამ ადამიანმა სხვებთან სვლა. მოკლედ, აი ეს გატეხილი ბარძაყის ძვალი არის ცივილიზაციის პირველი ნიშანი. და მე მგონი ყოველდღიურად რაც ხდება დღეს ჩვენ დედაქალაქში და სხვადასხვა ქალაქში, სწორედ აი ეს აქტი არის, ხო, რომ ბარძაყის ძვალს ვუშუშებთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, და არ ვტოვებთ ერთმანეთს უკან. ერთ შეკითხვა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ესეთი მძიმე. ახლობელი ადამიანის მიმართ განცდილ იმედგაცრუებასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ტექნიკა, რაც შვებას მოგბრის? მადლობა. ესეც არის ამით დავიწყე, ხო, ამ პროცესმა, ასე ვთქვათ, ჩატეხა ხიდები ჩვენს შორის. დაგვაპირისპირა ერთმანეთს, ძალიან ხელოვნურად და ოსტატურად არის თან ეს პროცესი მართული პროპაგანდის მიერ. და ეს სოციალური ქსელები, რაც პირდაპირ ინსტრუმენტი არის ამ პროპაგანდის და ამის ტყვეობაში ვართ, კოლექტივად ტყვეობაში ვართ ამისი. არ ვიცი ამ იმედგაცრუებაზე რა გიპასუხოთ.
თითქმის ყველა სიტუაციაში თუ ახლობელ ადამიანებზე ვსაუბრობთ, არის პატარა ღიობი, სადაც შეიძლება დიალოგი. დიალოგის სივრცე ფაქტიურად ყველა სიტუაციაში არსებობს. ზოგჯერ დროსაც შეიძლება მიანდო, ხო, რომ შეიძლება დროს ხო, მიანდოს კი. ნამდვილად. ცხელ და გაბრაზებულ მომენტში არ უნდა შედგეს ამ ტიპის კომუნიკაცია, იმიტომ ძალიან ბევრი ბრაზია ჩვენში, ყველანი ვდუღვართ, ხო? და გაბრაზებულ მდგომარეობაში ვთქვათ იმ ადამიანთან კომუნიკაცია, ვის გამოც იმედ გაცრუებული ხარ. ესე იგი საყვარელი ადამიანი ვარ, ხო? არც თქვენ, ანუ ბრაზი ბრაზთან თანარეგულირება ხდება ბრაზი ბრაზთან, ასე ვთქვათ და აქედან სასიკეთო გამოსავალი ვერ იქნება. აი ესეც ის სევდა და ტკივილია, რასაც ვლაპარაკობდით, ხანდახან მახრჩობელი არის ეს სევდა და ტკივილი, ხო, იმიტომ რომ თავში ვატრიალებთ სულ გეფიქრება არავის, შეიძლება უძილობის ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყოს სწორედ, რომ იმედგაცრუება იმ ადამიანებში, ვინც შეიძლება გიყვარდა. ხო, ხანდახან ეს იმედგაცრუება არა მარტო ფიზიკურად დაშორებას უკავშირდება, არამედ აი რაღაცა გული წყდება იმ ფასეულობების, იმ რაღაცა საერთოს გამო, იმიტომ რომ დამეგობრება არ ხდება, ხო, რაღაცა ისე თავისთავად დამეგობრება ხდება რაღაცა საერთო ფასეულობებზე შეთანხმების, საერთო ემოციური ცხოვრებისეული გამო და აი ეს გენანება ძალიან ძიმეა ეს ზოგადად ადამიანისთვის. ეს რაღაცნაირად მე ვფიქრობდი ამას წინათ ამაზე, იმიტომ რომ მეც დავკარგე ადამიანები ორაზროვან დანაკარგს გავს, ხო, ანუ ფიზიკურად დაშორდი ადამიანს ვეღარ ხედავ, თუმცა ის არსებობს, რეალურად არსებობს, ანუ რაღაც ეს ემოციური კავშირის გაწყვეტა თან არის და თან არ არის, ხო? და მე როცა ვიფიქრე ამაზე ჩემს თავში, აი ვიპოვე ესეთი გზა, რომ რაღაცნაირად ის მომენტი, რაშიც ახლა ვართ, კარგად დამთავრდება თუ ცუდად დამთავრდება, რაღაცებს, რაღაც შეკითხვებზე პასუხს გაგცემს და რაღაცა დროის მერე ალბათ დადგება მომენტი, როდესაც შეგვეძლება, რომ ამ ადამიანებთან დამწვარი ხიდები აღვადგინოთ. რა სცენარითაც არ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მე ესე ვიფიქრე, არ ვიცი, თავს არავის არ ვახვევ, მაგრამ მგონია, რომ ეს დრო, ეს თვითონ ეს მომენტი თავისი უნიკალური მახასიათებლებით, თავისი ამ ეგზისტენციალური საკითხებით, ბევრ რაღაცას, ბევრ კითხვაზე პასუხს გვაპოვინებს. და შეიძლება პირიქით, შეიძლება უფრო საზრისული გახდეს ის ურთიერთობა, კაცმა არ იცის. კაცმა არც შეიძლება და ისიც გვინახავს, თქვა. და შეიძლება დავკარგოთ. ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც ხდება, ხო? უფრო გულგაქვავებული ხდებიან ადამიანები, ერთმანეთს ხელს აღარ უწვდიან, შეიძლება უფრო დისტანცირდეთ ერთმანეთისგან. დავკარგოთ. თუ წავალთ, გააჩნია ჩვენი ბრძოლა რა შედეგს გამოიღებს, ხო? თუ გამოიღებს შედეგს, ეს ხიდები აშენდება. და თუ ეს რაღაცა უმცირესობაში მყოფი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ავთენტურად ძალიან ცოტა თანამოაზრე ყავთ, ხო? ეს არის რაღაცა ინსტრუქტორების მიერ მართული რეჟიმი, რუსი ინსტრუქტორების მიერ, თუ ისინი რაღაცა დროით მოიგებენ ამ პარტიას, მაშინ წავალთ უფრო და უფრო მძიმე ავტორიტარიზმისკენ და უფრო და უფრო მეტი იმედგაცრუება გვექნება, თუმცა დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ. ერთი კითხვა ისევ ბრაზზე და მინდა რომ ბრაზის ნორმალიზებაც გავაკეთო. ძალიან ბუნებრივია ხა ბრაზი. ბრაზი არის შეიძლება თქვას დომინანტი ემოცია და მდგომარეობა. ბრაზი ძალიან ხშირად არის მაინიცირებელი, თუმცა არ არის მატრონს ტრანსფორმაციის მომტანი ბრაზი არ არის. ბრაზით რაღაცა იწყება, მაგრამ რაღაცა ცვლილება რომ მოვიტანოთ, ბრაზთან, ეს ურთიერთობა ბრაზთან ცეკვა უნდა ვისწავლოთ. სულ ბრაზით ძალადობრივში გადავა, თქვა ჩვენი მხრიდანაც მოქმედება, თუ მხოლოდ ბრაზით ვიქენეთ. წავიკითხავ მაინც, ბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც ფორმით პროტესტის გამოხატვა, მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლიათ გამოხატვა და პასიურები არიან. ბრაზდები რომ ვიღაცები მოქმედოთ ხედან და მე გარეთ ვიყინები და გაზ ყლაპავ. ხვდები რომ ეს არაა ჯანსაღი და როგორ მოვიშორო ეს ბრაზი. კიდე ის რითაც დავიწყე, რომ ნორმალურია ბრაზი. და აი ამ წვალ მდგომარეობაში ძალიან
გაშიშვლებული, აი კანი რო არ ქონდეს და ცარიელი ნერვები რო ვიყოთ. ყველანი ესე ვართ, ხო? და რაღაცნაირად ჭირდება რომ კანით დავიფაროთ ეს შიშველი ნერვები. ბუნებრივია ბრაზის გრძნობა, თუ ძალიან ბევრ ბრაზს გრძნობთ, ამაზე შეიძლება რაღაცა ფორმით მუშაობა, რომელსაც ეხა აქ ვერ იმასვისავთ, ამაზე ვერ გავშით ლაპარაკს. შეგვიძლია ერთ ლავი ბრაზზე გავაკეთოთ, საერთოდ მთლიან ბრაზს მივუძღვნათ. მაგრამ კი ბატონო. ბრაზით სიყვარულის ნაწილია, თქვენ რო გეხართ და იყინებით, სიყვარული ყინავთ, ხო? იმ ფასეულობის სიყვარული, რის გამოც გეხართ, თქვენი თანამოაზრეების სიყვარული, თქვენი ქვეყნის სიყვარული და იწვით ამ სიყვარულში და გწვავთ ბრაზი, რომ ვიღაცები, ვისაც შეუძლიათ იგივენაირად თავის წვლილი შემოიტანა პროცესში, პასიურად არიან. ამ შემთხვევაში თქვენი ბრაზი იმასთან არის მიბმული, რომ რაღაცა ძალიან ძვირფასი არის თქვენთვის იმ პროცესში, რაც ეხლა ხდება საზრისული, ეგზისტენციალური და ძვირფასი. ო, სამართლიანი გულისწყრომა, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხარეს არის ის, რომ ზოგჯერ ადამიანები ვერ ხედავენ, ვერ გრძნობენ იმას, რასაც ჩვენ ხედავთ და ვგრძნობთ და ამაზე დაფიქრება ზოგჯერ გვეხმარება ხოლმე, მაშინ რომ ცოტა ბრაზის ტოლერანტობის ფანჯარაში მოქცევა შევძლოთ. შეიძლება ვერ გრძნობს, ვერ ხედავს, სხვა თვალებით იყურება, სრულიად სამართლიანია ეს ჩვენი ბრაზი, მაგრამ რა ვიცი, ასეთები ვართ ადამიანები. ხო, თვითცენტრირებულა, ჩვენი პერსპექტივა ხო, მხოლოდ ჩვენი პერსპექტივაა ეს და ვიღაცა იმ თავის პერსპექტივაში ისეთი შეიძლება გულწრფელი იყოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი ამ საინფორმაციო ომმა რაც მოგვიტანა და რაც ერთ-ერთი კიდე მთავარი სტრეს ფაქტორია, ჩვენი ადამიანებს შეუქმნა სრულიად განსხვავებული რეალობა, ის ადამიანები ძალიან გულწრფელად ფიქრობენ, რომ იბრძვიან თავისი ქვეყნის გადასარჩენად, ოღონდ მათ სხვა დროშა უჭირავთ ხელში და ეს აი ამ პროპაგანდამ შექმნემთ, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ პირიქით ჩვენ ეხლა ეს ხალხი ვინც იქ დგავართ, რაღაცის პროვოცირება გვინდა, ასე აი თუ მოусმენთ პროპაგანდისტულ არხებს, სამთავრობო არხებს, სულ ესმინდის. ძალიან დიდი აქცენტი იყო, მაგალითად, გუშინ 29 დეკემბერზე გადატანილი, აი რა მოხდება თუ არა დაპირისპირება, ანუ აი რაღაცნაირად პროპაგანდას ყველაფერი მიყავს იქეთკენ, რომ ჩვენ ვინც აი ზუსტად სხვადასხვა მხარეს ვართ, ვიღაცა თქვენზე ბრაზობს, თქვენ ვიღაცაზე ბრაზობთ და ჩვენ ერთ დღეს დაგატაკოთ ერთმანეს. ამიტომ მე მგონი, რომ ამაში დაგვეხმარება ამ ბრაზის მართვაშიც და იმაშიც, რომ რაღაც კონფლიქტებში არ შევიდეთ, ის რომ ის ადამიანი ვერ ხედავს იმას, რასაც თქვენ ხედავთ, ისე როგორც ჩვენ ვხედავთ და ვერ გრძნობთ იმას, რასაც ისინი ხედავენ. და ამას ძალიან ოსტატურად ახერხებენ კარგად ორგანიზებული პროპაგანდისტული საშუალებები. და ესეც ალბათ არის ერთ-ერთი ჩვენი საფიქრალი, ამას როგორ მოვერიოთ, როგორ გავუმკლავდეთ. ძალიან ეფექტური პროპაგანდა დგას, არა მხოლოდ აქ, ზოგადად პროპაგანდა დგას, ბაზისური უარყოფითი ემოციების კულტივაციაზე, ხო? შიში, ბრაზი, სიძულვილი. ეს არის იარაღი ისტორიულად, ხო? ზიზღი ინტენსი, ხო? ინტენსიური. ეს არის იარაღი და ძალიან ადვილია ჩვენში ადამიანებში ამ ემოციების აქტივაცია და ამოყვანა, ასე ვთქვათ. ისტორიულად ამაზე იდგა პროპაგანდა, შიში, ბრაზი, ზიზღი, რაღაცა იყო მეოთხე რაც თქვი და აღარ მახსოვს. სიძულვილი. მთელი სოციალური ქსელი, მთელი ჰაი-ტექ ალგორითმები ამაზე აეწყნენ, იმიტომ რომ მათთვის ძალიან უკეთ დიდი თანხის შემოტანი არის ამ ტიპის ალგორითმების მქონა. აღარ მახსოვს საერთოდ, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ არის ახალი რეცეპტი, რაც დღეს ხდება, ეს იყო ოდეთგანვე უბრალოდ სოციალური მედიის მეშვეობით ბევრად უფრო ახლოს არის ეს ყველაფერი და მუდმივად ამ რეალობაში ვართ, აი ძილის წინ შეიძლება ისეთმა გაბრაზებულმა დაიძინო, ხო, ადრე ვთქვათ, რა ვიცი მე, საბჭოთა კავშირის დროს თუ ადამიანი განრისხებული არ იბძინებდა ვიღაც სხვაზე, ხო?
ეხლა უკვე შეგვიძლია, იმიტომ რომ ძილის წინ შეიძლება შემოგვდეს რა ვიცი მე კობახიძის სიტყვა და უკვე აქტივირდე და ძილი აღარ შეგეძლოს, ხო? ამიტომ ჯიბეში გვიდევს პროპაგანდა ყველას და სახესთან ახლოს გვაქვს პროპაგანდა. ყველა ძალიან ძნელი პროცესი იქნება ამისგან განცალკევება. და ზუსტად თლიან თამაზე უამრავი კვლევები არის დღეს უკვე მორალურ მრისხანებაზე, როგორ ახდენენ სოციალური ქსელები მორალური მრისხანების აქტივირებას, რომ სხვადასხვა ჯგუფები დაუპირისპირონ ერთმანეთს. ანუ ეს არის უკვე მზარმაზარი აკადემიური კვლევების საგანი და ეს მიზანმიმართულად ხდება და შეგნებულად. სხვადასხვა მორალურ პიედესტალებზე შემომდგარი ადამიანები მე ერთმანეთს მოძღვრავენ და ეს არის კიდეც მიზანი აი ამ პროპაგანდისტული კიდევ შეგნება მანქანების. არის, როცა გვაქვს ძალიან მაღალი შფოთვა და იმ მდგომარეობაში ვართ, როცა უკვე ვეღარ ვაიდენტიფიცირებთ, რის გამო ვშფოთავთ, რის გამო გვაქვს შიში, ან პანიკის შეგრძნება. თითქოს ეს არის მდგომარეობა და რეაქტიულად სწრაფი და ბევრი ფიქრი. ამ დროს რა შეიძლება გავაკეთოთ? მომატებული შფოთვა. ნახეთ, განვასხვაოთ შიში და შფოთვა, ხო? მაია შიში არის რაღაცა, რაც არის იმ მომენტში კომპენსატორული დამხმარე, რომ სწორია, რომ რაღაცას რო ისწრიან, უნდა შეგვეშინდეს, რომ გავიქცეთ. როგორც გავიქცეთ, კი თუ არ შეგვეშინდა რობოკოპის ნაკლები შანსია გადარჩენის. და ეს არის გადამრჩენი, ასე თქვა, დამხმარე, გადარჩენაზე ორიენტირებული მდგომარეობა, შიში. ძალიან მნიშვნელოვანია. როდის გადადის შიში შფოთვაში, მაია? როდესაც რაღაც შეიძლება ირაციონალური, აღქმული საფრთხის, ასე ვთქვათ, მოლოდინი არსებობდეს, ან აღქმა არსებობდეს. რომელიც მე შეიძლება ძალიან უმართავი და კასკადური გახდეს თავსდამწყდარი, როგორც ხდება პანიკის შეტევის დროს, აი პანიკის შეტევასაც ახსენებს ადამიანებს მიწერა და ნახეთ აი დასაწყისში ვილაპარაკეთ ამ სიმპათიკური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე და მაღალ აქტივაციაზე, ხო? შიში ვთქვათ, ყოველთვის აქ რაღაც საფუძველი შიშს, ოდეთ პირველ წყარო შიშის ყოველთვის იყო რაღაც რეალური საფრთხე არსებობდა. ეხლა მოდით აი ამ სიტუაციაზე ვისაუბროთ, ხო, არ გვინდა ადრეული ბავშვობის შიშების, რეალური პირველ წყარო არსებობდა და გადარჩენისთვის წარმოგვექნა შიშის მდგომარეობა, ემოცია. შფოთვა უკვე შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც წყარო, უშუალო წყარო შიშის ადგილზე არ არის, მაგრამ მუდმივად აი ამ იმ წარსულზე ვართ, ან მომავალში რა მოხდება, რა მოხდება, არ ვართ აწმყოში, ასე ვთქვათ. შფოთვის მდგომარეობა არის ან წარსული, ან მომავალი. აწყოში არ მყოფნის მდგომარეობა არის შფოთვა. და როგორ ბმაშია, ხო, აზრები, ემოციები, შეგრძნებები და მე შეიძლება ქცევაც. ეს არის ერთიანობაში. ვერც გაიგებ რა პირველი რამეა. შეიძლება ხელოვნებრივმა შეგრძნებამ თქვათ, აი რომ სუნთქვა მიჩქარდება, წარმოშვას აზრი რომ ხა პანიკური შეტევა დამეწყება, ხო? ამ აზრმა ფიქრი, ემოციური განცდა შიშის. ამან კიდევ უფრო განაპირობოს სხეულის კიდევ უფრო დაძაბვა. ანუ ეს არის ისევ და ისევ მანკიერი წრე. და ძალიან მნიშვნელოვანია აი ადრეული ნიშნების შემჩნევა. იმიტომ რომ არ მივდივართ ჩვენ ესე ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომ უცებ თავს არ არის ეს ასე. რაღაცა ადრეული ნიშნები არსებობს და იმ ადრეული ნიშნების მოვლა გული ამიჩქარდა. გული რო დანახვა ვერ ხედავ. დანახვა ხო გული რო აგიჩქარდა და აზრი რო წამოვიდა რომ ვაიმე გული ხო არ მინდის, რომელიც კიდევ უფრო გაგიზარდა გულის აჩქარება, ხო? აი იმ პატარა გულის აჩქარება შეიძლება ძალიან მარტივი სუნთქვითი ტექნიკით მიხედო და უშვათ, ხო? ან ვაგუსის ნერვის აქტივაციის რაიმე სამარჯიშოთი. იცით რა, ჩვენ ეხა ამას ვერ შევძლებთ, თუმცა GCRT-ის Facebook-ზე, ICE-ის Facebook-ზე უამრავი რესურსი გვაქვს შფოთვასთან გამკლავების, პანიკურ შეტევებზე მუშაობის, პატარ-პატარა რჩევებით. კიდევ ამზადებთ დამატებით რესურს სწორედ ამისთვის,
და გაეცანით მომავალშიც შემოგთავაზეთ, შეგვიძლია ასევე, რავიმე, შფოთვაზე გავაკეთოთ ცალკე ლაივი, ხო, იმიტომ რომ ყველას დავყავი მდგომარეობა ხარ შფოთვა. მაგრამ ლელა, შენი ჯადოსნური, მე რატო ვამბობ, რომ ეს ჯადოსნურია, იმიტომ რომ არაერთხელ გამოვიყენე, მე თვითონაც და ჩემს, ასე ვთქვათ, კლიენტებთანაც მუშაობის დროს და გთხოვ შენი ჯადოსნური სავარჯიშო სუნთქვის, რომ ახსნა, იმიტომ რომ ძალიან ეფექტურია პანიკური შეტევის დროს, აი ნესტოს დახშობაზე რო შენ კარგად ეს ხსნი არ ხოლმე არის და ჩემი ზოგადად ეს ჯადოსნური, სუნთქვით. ეს არის პრანაიამა. ბედურამდელი, ანუ ძველი ხო და ები არის. ძალიან ნახეთ, ეფექტური აი, სავარჯიშოა, მაშინ ძალიან. უნდა 40 წუთი. მაშინ ისიც უნდა ავხსნათ რა გვემართება სუნთქვაზე, ხო? რა ემართება სუნთქვას შფოთვის და პანიკური შეტევის დროს, ხო? როდესაც შფოთავთ, სუნთქავთ ძალიან ზედაპირულად, აი აქ კონცენტრირდება, აი აქ არის სუნთქვა. გულმკერდის არის ქვევით არ ჩადის. და ნახეთ, ჩვეულებრივ დროს, როდესაც სუნთქავთ, ვის ჩავისუნთქავთ ჟანგბადს, ამავე ვისუნთქავთ ნახშირ ჟანგს და ეს არის ბალანსირებული. ბალანსირებული. სუნთქვის, შფოთვის დროს, ამ ზედაპირული სუნთქვის დროს არ ამოდის უკან ჩადის ჟანგბადი და საკმარისი რაოდენობის ნახშირ-ჟანგი უკან არ გამოდის და ხდება ამის დაგროვება. ეს გვიჩენს მერე ხრჩობის განცდას, ეს აჩქარებს დაბუჟება, ოფლიანობა და ვიხრჩობი. მნიშვნელოვანი არის, რომ ესეც არ ხდება, როგორც მაიამ თქვა, ხო, ეგრევე არ ხდება, არსებობს ადრეული ნიშნები. ჩვენ თქვა, როდესაც ცოცხლად მუშაობთ ადამიანებთან, ვასწავლით ადრეული ნიშნების იდენტიფიცირებას, ხო, ვასწავლით ტრიგერებს ვეძახით ამას, ანუ მაპროვოცირებელი ფაქტორების დანახვას, გარემოში ან შინაგან მდგომარეობაში რა იწვევს ჩემთვის ამ მდგომარეობის აქტივაციას. მოკლედ, რომ შევამჩნევთ, ხო, რომ ესე ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩამოვიდეთ აქედან სინამდვილეში თავარი კუნთი, რაც ჩართულია სუნთქვაში არის დიაფრაგმა, რომელიც აი რომ დაახველოთ, აი რაც გამოიწევა, ხო, ბუნებრივად, ეს არის თქვენი დიაფრაგმა. აი ეს დიაფრაგმა ჩაიწევა ხოლმე ჩასუნთქვისას და ამოიწევა ამოსუნთქვისას და მნიშვნელოვანია შფოთვის დროს ჩავიდეთ გულმკერდიდან ქვევით დიაფრაგმულ სუნთქვაში, ხო? რამოდენიმე სხვადასხვა ტექნიკა არსებობს ამისი. პირველი ყველაზე მარტივია რომ გულმკერდზე დაიდეთ ერთი ხელი მეორე მუცელზე, რომ იგრძნოთ ჩასუნთქვისას როგორ გამოიბერება თქვენი მუცელი და რომ თუ იბერება, ესე იგი დიაფრაგმის კუნთი ჩართულია. ეცადეთ, რომ 5 ან 6 ან 7 დათვლაზე გააკეთოთ თითო ჩასუნთქვა. და მაგდენივეზე ამოსუნთქვა. და ამით, ვთქვათ, სიმპათიკური ნერვული სისტემა რო ვახსენეთ, აქტივაციას ვამცირებთ ცოტათი. ნელ-ნელა ჩამოყავს პარასიმპათიკურში. 1 წუთი დამამშვიდებელ სისტემაში. დამამშვიდებელში. კიდევ არის, ვთქვათ, აი ეს არის ყველაზე მარტივი, ხო, დიაფრაგმით ჩავისუნთქე. გულმკერდი გაიხსნება ამ დროს და ამოვისუნთქე. ეს ერთ-ერთი კიდევ არის ცალინესტოთი ჩასუნთქვა, მეორეთი ამოსუნთქვა და ეს თავისთავად გვინელებს ყველაფერს, ამას ცივი სუნთქვა ქვია, დამამშვიდებელი სუნთქვა. ნახეთ. შევისუნთქე ნესტოთი, მარცხენა ნესტოთი. დავხურე მარცხენა ნესტო. ამოვისუნთქე მარჯვენა ნესტოთი. ახლა შევისუნთქე მარჯვენა ნესტოთი. დავხურე ნესტო. ამოვისუნთქე მარცხენა ნესტოთი. და ეს ციკლიც რომ გააკეთოთ, რა ვიცი, 5 წუთის მანძილზე. აი, გამოვტყუეთ ლელას სუნთქვითი ტექნიკები, მაინც რომ ეთქვა ჩვენთვის, რომ ძალიან ეფექტურია. ძალიან ბევრი ხება უბრალოდ სუნთქვა, იცოდეთ, ცუდ ცოდნა გექნებათ, რომ სუნთქვა არის ჯადოსნური. ყველას ჩვენთაგანს ჩვენს ხელთან მისი კონტროლირება. სხვა ავტონომიურ პროცესებს ვერ ვაკონტროლებთ და სუნთქვა არის ნახევრად ავტონომიური, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია დავიწყოთ სუნთქვის კონტროლი და ეს აისახება ჩვენს სხეულებრივ მდგომარეობასა და ასევე ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. და მეორე ჯადოსნობაც არის საყრდენი შეგრძნების გაჩენა რა, იმიტომ რომ შფოთვასთან ახლავს ეს უწონადობის, ფეხები მომეკვეთა, ჰაერში ვარ, სხეულის ვერ შეგრძნების ეს განცდა, განსაკუთრებით პანიკის შეტევა
ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, სუნთქვა და საყრდენის, აი მაქსიმალურად ფეხის წელფებთან კონტაქტში შესვლა შეიძლება დააბრახუნოთ, ადგილზე ამოძრავოთ, ფეხის თითები ამოძრავოთ, აი რაღაცნაირად წარმოიდგინოთ, ესეც ეხმარებათ ადამიანებს, რა თითქოს ხე ხარ ძლიერი, რომელსაც ძლიერი ფესვები აქვს და როგორც კი აი საყრდენის შეგრძნებას დაიბრუნებთ მომენტალურად იწევს ის, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა, ჯობია რომ მაქსიმალური ჭექა-ქუხილი როა, მაშინ შეიძლება ეს ვერ გააკეთოთ. ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ჯერ უნდა ივარჯიშოთ და ვარჯიში არის ძალიან კარგი. რა უნდა, რაც ლელამ თქვა, იმ სუნთქვითი ტექნიკების რამდენჯერმე დღეში გაკეთებას რომ გავარჯიშებულიყო, იმიტომ რომ მე ავტომატურად უკვე როცა გჭირდება იყენებ, ასევე ამ საყრდენის შეგრძნების გაჩენას, ხო, ფეხებთან კონტაქტ შესვლა, ზურგი, ხელები, სხეულის შეგრძნება, ამოძრავება, ძალიან კარგია სხეულის დაფერთხვა, რომელიც აი ამ ჭარბი ადრენალინისგან გათავისუფლებს, როცა ხარ შფოთვით მდგომარეობაში. აი ეს ყველაფერი რომ რაღაცნაირად გავავარჯიშოთ ხოლმე და ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ ჩარევა, დამერწმუნოთ რომ ჭექა-ქუხილამდე შეიძლება მივიდეთ კარგად ბოტებში, საწვიმარში და დიდ ქოლგაში გამოწყობილები და ვერაფერი ვერ დაგვიშაოს, ასე ვთქვათ, მაია, მეტაფორულად. მადლობა. ხო, ჭექა-ქუხილისთვის მზადება მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე ისევე როგორც ზედმეტმზიანი ამინდისთვის მზადება. ასე პრაქტიკები გვეხმარება ამაში. ერთს ვიტყვი, დავამატებ, რომ მხარდამჭერი გვაქვს ასევე ჯგუფი, რომელიც არის Facebook-ზე და იქ შემოვერთით, ვისაც ინტერესი აქვს და იქ შესაძლებლობა გვაქვს და გვექნება, რომ უფრო ცლად, უფრო დეტალურად თითო თემაზე ვისაუბროთ და ჩავშალოთ. ასევე შეგვიძლია რომ იქ მივიღოთ თქვენი შეკითხვები, თუ რა არის მნიშვნელოვანი თემა თქვენთვის, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. და თქვენი ასე თქვა საჭიროებების მიხედვით დავგეგმავთ ამ მხარდაჭერის ჯგუფში რაღაც აქტივობებს და ასევე თუ საჭირო გახდა და თუ ამის საჭიროება იქნა Facebook Live-ებს. მე მგონი გადავაცილეთ ბევრი ძალიან თან დათქმულ იმას, რა ქვია დროს. დიდი მადლობა მაია რომ მოწყდი შენ სხვა საქმიანობას და შემოგვიერთდი აქ. მე მგონი მადლობა შენ რომ დამიძახე. და ყველას რავი, ხალისიან 7 დღეს უსურვებ დღეს. ძალის მოკრებას, ეს ძალა, ასე ვთქვათ, ეს არ არის სპრინტი, ეს არის მარათონი, ხო? დიდი დრო უნდა გავსლოთ ერთად. და ამიტომ უნდა გადავანაწილოთ ჩვენი რესურსებიც, შევენაცვლოთ ერთმანეთს, ვიღაცა თუ წაიქცევა, ამოვუდგეთ გვერდში და დავეხმაროთ. და მოკლედ ყველანი წყალი ერთია, მოკლედ და ყველა ჩვენი დანადგარით მივცურავთ ამ წყალში, მაგრამ იმედია სამშვიდობოს გავალთ ყველანი ერთად. თავარია მარშრუტი კარგად გავიაზროთ. ვიცით სადაც მივდივართ. ევროპაში. აბა დიდი მადლობა მაია და დიდი მადლობა. მადლობა.